ამ შეჯიბრით კმაყოფილი ვარ, მომცა мотивация, დავანახა სხვა სპორტსმენები და მათი შესაძლებლობები და ჩემი შესაძლებლობებიც ასევე. რაც შეეხება ჩემს შედეგს, კმაყოფილი ვარ, მეტიც შეიძლებოდა, მაგრამ არა უშავს, კმაყოფილი ვარ და შემდეგ შეჯიბრებზე შევეცდები მაქსიმალურად, რომ უკეთეს შედეგი დავდო. ეს შეჯიბრი იყო ჩემთვის გამოცდილება, ესე რომ ვთქვათ. დღეს შედარებით უკეთესად ვიასპარეზე. იყო რაღაც შეცდომები, რასაც ვეცდები რომ მომავალში გამოვასწორო. დღეს დასრულდა სპეციალური სლალომის შეჯიბრება. შედეგებით კმაყოფილები ვართ, იმიტომ რომ ვართ ტოპ 30-ში, 26-ია ირაკლი ხერგიანი. დანარჩენებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ კარგი შედეგი ეჩვენებინათ. გიორგი ჯაფარიძე მაქსიმალურად გარისკა მეორე ცდაზე, იმიტომ რომ პირველ ცდაზე დრო არ მოგწონდა, უკანა ცოტა ბევრი წავაგეთ. მაგიტომ გავარდა, როცა რისკავდა, როცა მაქსიმუმს აკეთებ, შესაბამისად რისკიც მეტია, რომ გავარდე შეჯიბრები. ყოველთვის ეგრე იყო, მეც რო სპორტში ვიყავი, რომ ტოპ 30-ში ესეთი რანგის შეჯიბრებაზე რომ მოხვდები, არის ძალიან კარგი შედეგი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი 4-4 მონაწილე გამოდის, ყველა ძლიერი ქვეყნებიდან და რო გადავითვალოთ, ძალიან პატარა ადგილი რჩება ხოლმე ჯამში, რომ 30-ში მოხვდე. ამიტომ მოხვდა 30-ში და რა ვიცი, ვილოცავ ყველას. ბაკურიანში ყველა სპორტულ ობიექტზე და მათ შორის აქ სადაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით არის ძალიან კარგი სპორტული ატმოსფერო. ამას ბუნებრივი ამიდიც უწყობს ხელს. მოკლედ, კარგი დღე არის დღეს და განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ კარგად გამოდიან ჩვენი სპორტსმენები, განსაკუთრებით ხერგიანი, რომელიც აი ამ წუთის მონაცემებით 30-ში შედის და თუ ეს შედეგი შეინარჩუნა, ჯერ კიდე არიან ჩამოსასვლელები სპორტსმენები, მათ შორის ლიდერები აი ამ დისციპლინაში და თუ 30-ში მოხდა, რა თქმა უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს არის ძალიან კარგი შედეგი. სხვაებიც კარგად გამოვიდნენ, ერთის გამოკლებით, რომელმაც სამწუხაროდ ვერ დაამთავრა ტრასა, მაგრამ ეგ ჩვეულებრივი ამბავია, ეს სპორტია, განსაკუთრებით ზამთრის სპორტში ესეთი რამეები ხშირად ხდება. მოკლედ, თავარი არის ის, რომ ჩვენებმა აჩვენეს მაქსიმალური შედეგი. ჩვენ ხო არ ველოდებოდით პირდაპირ უნდა ვთქვათ მედლებს აი ამ სპორტსმენებისგან, მაგრამ გამოცდილება, რომელსაც ისინი აქ დებულობენ, ბუნებრივია, გამოადგებათ უკვე სხვა ტურნირებში.